ტაძარი და ეს მონასტერი ექვემდებარება საპატრიარქოს. არის წინამძღვარი მამა დავითს იმანტი იოანე, რომელიც ამის წინამძღვარიც არის ასევე. და მამა ნეოფიტი არის ბედიაკონი, რომელიც არის ასევე მოწესე არის მისი წესი მისგან ის რაოდენობა გაკეთდეს და ასე შემდეგ. ანუ თვით მოდელიც კიდიც არის მოწვავაც მასე მოჩიო. და ასეთი მიმით არის. მოკლედ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, შეუძლია როგორც დიაკვანი გამოდის კითხულობს ხოლმე მე ველი კლასიც არის საუბარი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ტაძარი ეს მონასტერი ტაძარი აშენებული არის მე-11 საუკუნეში, მონასტერი მე-6 საუკუნეში არის დაარსებული. მე-11 საუკუნეში უკვე ეს ნელი გამოკვეთილი ყველაფერი და ეს ყველა არის მე-11 საუკუნეში, ეს არის თამარი მეფე, აი არის ბაგრატ მეფე და აი ეს ეს არის დამდგრის არჩენილი მე-11 საუკუნის ფესტები არის ეკრანი და აქაც ჩანს როგორ კარგად აღშენებული თამარი მეფე არის საერთოდ. მოკლედ მე-17 საუკუნეში ყველა მუსიკით აღაბასმა როგორ ამოწყვეტა ხეივსიათასი ბერი არის შემდგომი ლავგარდანილა და კომუნიზმის პერიოდში კომუნისტები შემოვიდნენ კომუნისტები საერთოდ და რაც არის სამწუხაროდ ესეთი დიახ აფეთქების უჩვეულობის და ყველაფერი რაც დარჩა მოკლედ არის ბერები აუჩეს ძველი ფოტოები, რომელიც შემორჩენილი იყო და აღდგენილია მისი ფასადი ყველაფერი. როგორც გარეგნული ამბავი, რაც მოღვაწეობდნენ ნეოლოგიების სამწუხაროდ ზოგი დიაგნოზი წინამორბედთა ზოგი ეკრანიზოთ და ყველანი ეს შემოგვიყვება დიახ, ხოლმე დამოუკიდებლად სამწუხაროდ. დიახ, აი რო შემოგვიყვება შემოგვიყვება მუსიკალია. და იქ არის დავასწრებული კერიერი, სადაც სოფასაბა დაგუდა. და მოკლედ როგორც ფოტოსები ეს ყველაფერი აღდგენილია თავის ამაშენების შვილის აი ხოში რაც არის ეს ეს მუსიკურების არის ეგრევა რესტავრირება ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აი ეს თუნდაც ის ხები რომ ამოგატანინათ იმის აღდგენას ყველაფერი გარეთ კომუნისტების პერიოდში მოდიოდნენ თანდები ესობდნენ და რასაც ხედავთ ახლა სულთან გრეულია მათი მიერ დანარჩენი დიალოგით თუ რაღაცა მაინც ხელია შეუძლებელი ამ ნეოფიტებს რაღაც სტილობს ხოლმე ნუ ვერ მე ინფორმაცია დაგეყარა რომ შეიძლება ჩემი კომუნიკაცია არის სამწუხაროდ არ ვიცი ვერ გასწრაფოს დიახ ყოველ მილისობის ნახევარზე ის პაური ზარით ვექტ მე როდესაც იწყება ლოცვა ნეოფიტი ხოლოს და საღამოს 6-7 ნახევარზე არის კიდევ ანალოგიურად ესე საღამოს ლოცვა და ესეთი ამოსულივარ მეწყელიაში ცხოვრობ ასე ამოდიან გავსად ჩემი ფურამეს დაგვავალებს და მის გარეშე არ შეიძლება საერთოდ მონასტერში ესია მხოლოდ მორჩილები მოწესეს რომელიც გადავალებს რა უნდა აკეთო შემინებით ანუ იმეს შეიძლება რაღაცები აკეთოს მაგრამ არ შეიძლება ყველაფერს თავისი ტექნოლოგია თავისი